წნევის მარეგულირებელი და წნევის დამწევი, რომელი როდის უნდა მიიღოთ და როგორ. ეს ვიდეო აუცილებლად შეინახეთ, იმიტომ რომ ის ყოველთვის დაგჭირდებათ. ჩვენ ექიმები არტერიული წნევის სამართო მედიკამენტებს ესე ორ ნაწილად არხობთ და ორივეს ვეძახით ანტიჰიპერტენზიულს. მაგრამ საზოგადოება ყოფს ორ ნაწილად და აქედან ერთ მედიკამენტს ეძახის თქვათ წნევის დამწევს, ხოლო მეორეს ეძახის წნევის მარეგულირებელს. მათ შორის რა განსხვავებაა? გეტყვით. ნახეთ, ის რომელსაც რომ თქვენ ეძახით წნევის დამწევს, ხო, ჩვენ მას არ ვნიშნავთ ხოლმე პაციენტებთან. მას ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს. აი თუ თქვათ ვინმე აქვს მკვეთრად მაღალი არტერიული წნევა, თქვათ ჰიპერტენზიული კრიზი და იქ ჩვენ ვჭირდება წნევის დაწევა, იმიტომ რომ პაციენტს გარდაუვალი რისკი აქვს, თქვათ ინსულტისა, თქვათ მიოკარდიუმის ინფარქტისა, აორტის განშრევებისა, სხვა მსგავს გართულებისა, აი სწორედ მაგ დროს ვიყენებთ. როგორც წესი ამ მედიკამენტებს იყენებს სასწრაფო დახმარების გუნდი. გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ეს მედიკამენტები ძალიან ჩქარა მოქმედებენ 15-30 წუთში და ხანმოკლე მოქმედება აქვთ ესე 2-დან 6 საათამდე. მათი ამოცანა არ არის წნევის განკურნვა, მათი ამოცანა არის რომ ეს წნევა უცებ დაწიონ, რომ პაციენტს ის თქვათ გართულება თავიდან არიდონ. იცით რომელი მედიკამენტებია წნევის დამწევები? ეს არის საერთოდ ერთად კაპტოპრილი, კლონიდინი და კიდევ ბევრი სხვა. თუ თქვენ კაპტოპრის სვამთ წნევის სამართავად, მე მინდა გითხრათ რომ ეს დიდი შეცდომაა. კაპტოპრის ზოგადად ექიმები ჩვენ არ ვნიშნავთ ხოლმე ამას, ხშირად პაციენტი თვითნებურად სვამენ და ეს ძალიან არასწორია. კაპტოპრის დაცვლად, აი საზოგადოება რო ძახის ხოლმე წნევის მარეგულირებელი, სწორედ ეგ უნდა იყოს გამოყენებული. რა არის ახლა წნევის მარეგულირებელი? წნევის მარეგულირებლები ეს არის ბაზისური მედიკამენტები, აი რომლებიც გათვლილი არის ამ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ესენი რა თქმა უნდა იყოს მიღებული ყოველდღიურად. როგორც წესი ნიშნება ხოლმე დილის საათებში, მათი მოქმედება ძალიან დიდხანს გრძელდება 12-დან 24 საათამდე, მაგრამ ნელა იწყება ძალიან და ხშირად პაციენტი თქვათ გაკურებულია რომ აი თქვათ დავლია და წნევა მაინც მაღალი მაქვს. ხო ეს იმიტომ რომ მათი მოქმედება ნელა იწყება და არ აქვს საჭირო პანიკა თქვათ ეს მედიკამენტი თავის საქმეს მაინც გააკეთებს. და შეცდომა მეორეს არის ის რომ როცა პაციენტი ამ მედიკამენტს სვამს, ხო მერე წნევა უსტაბილურდება და ფიქრობს რომ აუ უკვე კარგია, მოდი მე აღარ გავაქცევ ამის მიღებას და წვეთს სწავლის მიღებას. რაც არასწორია, იმიტომ რომ ეს მედიკამენტები სწორედ მაგიტომაც არის გათვლილი, რომ ისინი ყოველდღურად უნდა იყოს მიღებული და როცა მათ სვამთ, წნევა სწორედ მაგიტო გინარჩუნდებათ ნორმის ფარგლებში. მაგრამ როგორც კი მათ შეწყვეთ, მე ისე წნევა გეზდებათ. მერე ვიღაცა მეტყვის ახლა რომ იცი რა არა, არ მეზდება. რეალობაში მილიონობით ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ამის შესახებ მან არ იცის, მანამ სანამ არ ექნება რაიმე გართულება, ან არ გაიზომავს და არ აღმოაჩნდათ თურმე ქონია მაღალი არტერიული წნევა. ასე რომ თუ თქვენ ერთხელ დაგინიშნათ არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი, მისი მიღება საჭიროა სწორედ რომ ხანგრძლივი დროით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტეთ, თუ ამას ექიმი გადაწყვეტს. თქვენით ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ მაღალი არტერიული წნევა საქართველოში ერთ-ერთი ნომერი პირველი მიზეზია ძალიან ბევრი ადამიანის გარდაცვალების. ასე რომ თქვენ უკვე იცით რა განსხვავებაა წნევის დამწევს და წნევის მარეგულირებლებს შორის. წნევის დამწევებს ჩვენ სახში არ ვსვამთ. და აქვე თუ თქვენ ან თქვენი შვილი შემდეგ წელს აბარებს ერთ-ერთ ეროვნულ გამოცდას და სურს მომზადება ქიმიაში ან ბიოლოგიაში, რა თქმა უნდა ჩემთან გეუბნებით. ჩვენთან არის როგორც ონლაინ, ასევე დასწრებით, აი ამ ნომერზე დამეკავშირდით.